მე მიწოდებია იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობს ახლა საქართველოში რევოლუცია, მithქვამს, რომ ეს არის ცეცხლის რევოლუცია, სხვებს უთქვამს, რომ ეს არის ფოიერვერკების რევოლუცია. მოდი ახლა არ ვისაუბროთ, არ ვთქვათ, არ ვახსენოთ სიტყვა რევოლუცია და ვისაუბროთ განსაკუთრებულ როლზე იმ მოქალაქეებისა, დიახ, მოქალაქეებისა, რომლებსაც უჭირავთ მიკროფონი, რომლებსაც უჭირავთ კამერა, ოპერატორებს გულისხმობ პირველ ყოვლისა, რომლებსაც აქვთ ხელში კალამი, კალამი, ფუფცელი აქვთ ხელში და ისინი მედიის სხვადასხვა საშუალებიდან ობიექტურ, მიუკერძოებელ, თამამ, სწორ, სახელმწიფოებრივ და საზოგადოებისათვის ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისათვის ჩვენი მომავლისათვის გარდაუვლად აუცილებელ სწორ სიტყვას ამბობენ. ყველას რასაკვირველია ვერ ჩამოვთვლით, უფრო ვერ შევეხებით ვთქვათ ონლაინ მედიის ან ბეჭდვითი მედიის, თუ ასეთი არის საერთოდ შერჩენილი ჩვენს ქვეყანაში ნორმალური მედია საშუალება მათ წარმომადგენლებს, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა უნდა გავიმეორო რევოლუცია, კარგით ეს პროცესი უნდა ვახსენო. ეს პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ამ პროცესის ცენტრში დგანან ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ჟურნალისტები, ნაწილს ჩამოვასახელებ და ვისაც ვერ გავიხსენებ, ახლა ეს სახელდახელოთ მათაც ცხადია უხდი მადლობას. ესენი არიან ჩემი იმ არხის ჟურნალისტებით დავიწყებ, რომლებზეც მე მუშაობ, ანუ ფორმულა ჟურნალისტებით, ეს არიან სალომე ოგუჩავა, ეს არის სალომე ლაბაძე, ეს არის ხატია სამხარაძე, ეს არის ნანო ჩაკვეტაძე, ეს არის გასაკვირველია გურამ როგავა, ეს არის ნიკა საჯაია, ეს არის გიორგი გვიჟინაძე, ესენი არიან ლუკა ხაჩიძე, ესენი არიან ისინი, ვინც არიან ეთერში, ჩემი ტოლები ვიღარი, ხო, ცოტა დარჩა. და ახალგაზრდები განსაკუთრებით ამ არხიდან და არა მხოლოდ ამ არხიდან, ეს არის მაგალითად მუკადას გვირია ოგოზე, ნანუკა ხაჯაია, ეს არის რეპრესირებული მაკაც შიხლაძე, ეს არის რეპრესირებული მარიამ გაფრინდაშვილი, ეს არის მთავარიდან ქეთაცინსკიშვილის სხვები და სხვები, ყველას კვლავ ვიმეორებ, ვერ ჩამოვასახელებ. ნახეთ, რას აკეთებენ ეს ახალგაზრდები, ეს მოქალაქეები და მოქალაქეები მეთქი ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ უპირველესად სწორედაც რომ მოქალაქეები ვართ და მერე გვმოსავს ჩვენივე პროფესიები, ხო, ზოგი ჟურნალისტია, ზოგი ექიმი, ზოგი მასწავლებელი, ზოგი ინჟინერი და ზოგი სპორტსმენი თუ მსახიობი. ნახეთ, რას აკეთებენ ეს მოქალაქეები. ეს მოქალაქეები მართალ სიტყვას გადასცემენ საზოგადოებას და არა მხოლოდ დღევანდელ საზოგადოებას. ეს კადრები, ეს ამბები ხო ინახება. ეხლა ხო იმ პერიოდში, ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც დღეს შექმნილი კადრი, ისტორიული კადრია, რასაკვირველია, ამბავია, ტექსტია და გადასწდება 10 წლეულებს, კი არა 100 წლეულებს, პირობითად 2124 წლის მიწურულს, ვინმე რომ YouTube-ს გახსნის, ან სხვა საშუალებით მოიძიებს 100 წლის წინანდელ ამბავს, ხო, ნანუკას ამბავი ჩვენ სინამდვილეში სალომე ლაბაზისა, გურამ როგავასი, მარიამ გაფრინდაშვილისა, მაკაც შიხლაძისა, ხატია სამხარაძის, ბოგუჩავასი, საჯაიასი, გვიჟინაძისა, სხვებისა და სხვებისა, ხო, უთუოდ გაახსენდება კი არა ნახავს და ითქვის, რომ ესენი როგორც სამთავრობო მედია უწოდებს, სამთავრობო პროპაგანდისტები უწოდებენ, ჟურნალისტები კი არა, სწორედაც რომ ჟურნალისტები, აი თავრული თუ შეიძლება დაწეროა წარმოთქვა, ჟურნალისტები დიდი ასოთი არიან, იმიტომ რომ მათ შექმნეს ისტორია. მე გულახდილად გეტყვი დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა ვარ პრაქტიკულად ამ დღიდან ვარ ამ სფეროში, ჩვენ ყოლია ბრწყინვალე ჟურნალისტები 90-იან წლებში ყავს კიდეც იმ პერიოდიდან ამ ეპოქაში, ამ პერიოდში გადმოსული ჟურნალისტები, ჩვენ ყოლია არაჩვეულებრივი ჟურნალისტები 2000-იან წლებში, 2010-იან წლებში, მაგრამ აი ესენი რასაც აკეთებენ, ხო, ამ ეპოქას უწყობთ, გულახდილად ვიყოთ ხელს, ესენი რასაც აკეთებენ, ეს არის ალბათ შედევრთა შორის შედევრები, ამიტომ უკლებლივ ყველას არა მარტო ვაქებ,
არამედ უზარმაზარ მადლობასაც ვუხდი. ეს არ არის ჩემი ვიდეო ბლოგის მთავარი თემა, სწორი აზროვნების მთავარი თემა, რაც ახლა ვთქვი, რაზეც ახლა გავამახვილე ყურადღება, მაგრამ გულახდილად გეტყვით, როცა ვფიქრობდი, რაზე უნდა მესაუბრა დღეს თქვენთან, რა თემებს უნდა შევხებოდი, რა თემები უნდა მიმომეხილა, ამ თემაზეც მომინდა ყურადღების გამახვილება. ახლა რაც შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვანს თუ უფრო მნიშვნელოვანს არა, ეს არის გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში კიდევ ორი პირის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დასანქცირება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს, მიიღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ სხვა ქართველ პირებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს უკანასკნელი წინადადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბჭყალებში, ანუ ბჭყალებოდ დუბნებავთ, უდანაშაულო პირები, ოჯახის წევრები, რომლებიც იმყოფებიან შეერთებულ შტატებში და მე ეს უკვე გადავრცელდება, რასაკვირველია ევროკავშირზეც, იმიტომ რომ ევროკავშირის შეერთებული შტატების კვალდაკვალ მიიღებს მსგავს სანქციებს. ეს რეგულაციები დაუწესდებათ ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ უდანაშაულო პირებს, იმიტომ რომ და აი რატომ დაუწესდებათ? იმიტომ რომ ცხადია, შვილი არ აგებს მამის საქციელზე პასუხს, მაგრამ მამას, ანუ მშობელს უფრო ზუსტი რომ ვიყო, უნდა შეაცვლებინოს წესი და ქმედება, ჩვევა და მან მშობელმა უნდა იგრძნოს ის მათრახი ან მათრახუკა, რომელიც მასზე გადასჭიმა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მშობლის ქმედებების გამო. დიახ, მშობლებს უნდა სყინთეს ვიღაცებს, მაგრამ მშობლებს უნდა აუბუნტდნენ შვილები და მშობლებს რო აუბუნტდებიან შვილები, ამ შვილებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც სჩადიან მშობლები. ხო, ეს ერთი შეხედვით არის ვინმესთვის უსამართლოა, რა დააშალა ღარიბაშვილის შვილმა მართლაც თუ მასზეც გავრცელდება სანქციები, მაგრამ იცით რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა და დააშავეს პატიოსანი მოქალაქეების შვილებმა, რომ მათ არ აქვს შესაძლებლობა კორუფციული ფურით, კარგია ეს სასაკვირველია, იმოგზაურონ არა, ისწავლოთ შეერთებულ შტატებში და ამავდროულად მათი მშობლები აქ რეპრესიული მანქანის ამოქმედებით და ადამიანთა წამებით იყვნენ დაკავებულნი. ეს მნიშვნელოვანი რემარკა. მაგრამ ამის პასუხად, აი ხსენებულ როგორია ეს კაცი მირზა კეზევაძე თორსტეი მარიამ გაფრინდაშვილთან ინტერვიუში ან სხვასთან, ან სხვებსაც აქვთ ესეთი პასუხი. სრულიად არამართლძომიერი პასუხი და გეტყვით რატომაც. ისით რა გამიკეთებია, მე ამბობს მირზა კეზევაძე ან ამბობს ამას ხარებაზე. ისით რომ მასე მაგალითად ეს ხარებას ვიათ ხარაზიშვილი იბრძოდა მაგალითად 2008 წლის ომში. ისით რომ ის მთელი ცხოვრება არის სვეტსდანის რაზმში. ეხლა უკვე ხელმძღვანელი თანამდებობაზე, მანამდე არ იყო ხელმძღვანელი. ისით რომ ამას აკეთებდა. და კიდევ ამბობენ ამგვარ რამეს, რომ იცით რომ მირზა იქნება თუ ხარება ან ზვიადი ან სხვები იბრძოდნენ 2008 წელს, ეს მაშინ, როდესაც თქვენ არ იბრძოდით 2008 წელს, თქვა ედავებიან სხვა მოქალაქეს, რომელიც ახლა ხელისუფლების ოპოზიციაში. მადლობთ იმისთვის, რომ 2008 წელს საქართველოსთვის იბრძოდით მირზა კეზევაძეს მიმართავ თუ ხარებას. მაგრამ რას აკეთებდა მოქალაქე წარსულში, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რას აკეთებს ის აწყოში. თუ ებრძოდი რუსეთს 16 წლის წინ, ახლა რუსეთს რომ ემსახურები, ეს უფრო მნიშვნელოვანია კი არა, სწორედაც რომ ეს არის მნიშვნელოვანი. და აბსოლუტურად თავადვე ახდენ ნიველირებას იმისა, რომ შენ ოდესღაც გეჭირა ავტომატი და ოკუპანტებს უწევდი წინააღმდეგობას. დიახ, შენ ხარ ხარება იქნები თუ მირზა კეზევაძე თუ სხვები, ხარ პასუხისმგებელი შენს დღევანდელ აწყოზე და შენი დღევანდელი აწყო გამოჩორკნის შენს იერსახეს და არა ის, რამდენად ეფექტურად ან არა ეფექტურად, ან საერთოდ
იბრძოდი ოკუპანტების წინააღმდეგ, ასე მაგალითად 16 წლის წინ. ეს არის მწარე რეალობა. ხოშოვის ვასილ მაღლაფერიძემ ერთ-ერთმა პროპაგანდისტებმაც თქვა, როდესაც მოქალაქემ შეუტია მას და ლაშა ბუხაცესაც უთხრა თუ არ ვწდები ვასილ მაღლაფერიძემ, რომ აიო მეო ყველა ომში ვიყო რა ვარ ნაყოფიო რა ნიშნულობა აქვს. იმყოფებოდა თუ არა ვასილ მაღლაფერიძე 90-იანი წლების ომში 2008 წელს რამდენადაც ვიცი არც იმყოფებოდა, მაგრამ შესაძლოა ვწდები რა მნიშვნელობა აქვს თუ ის დღეს რუსეთის სამსახურში და თუ ის დღეს არის ირიბად თუ პირდაპირ ცეკას მეორე დივანი იყო იდეოლოგიის საკითხებში თუ არ ვწდები მეორე ან მესამე პირველი დივანი არ იყო ნუგზარ ფოფხაძის თანამსახელი იმ ნუგზარ ფოფხაძისა რომელიც 99 წლის 9 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე როდიონოვის სადამსჯელო რაზმების შემოყვანის მომხრე იყო და ამას დოკუმენტურად ადასტურებს არაერთი ან ერთი-ორი ვიდეო კადრი. შენ ვასილ მაღლაფერიძე იქნები თუ მირზა კეზევაძე, მოდი ვასილს დავარებოთ თავი, მირზა კეზევაძეზე ვისაუბროთ, ან კომენაურზე ვისაუბროთ. თუ შენ დღეს ხარ რუსების სამსახურში, შენ რასაც საკეთებდი ეს მეორე ან მესამე ხარისხოვანი. ეს არის მეორე თემა, რომელსაც მე შევეხედა ეს მნიშვნელოვანი თემაა. რა ისევ სალომე ბოგუჩავას, სალომე ლაბაზეს, ხატია საფარაძეს, როგავა, გურამს, ნიკას აჯაიას, გვიჟინაძეს, სხვებს და სხვებს ასევე ნანუკას, მაკას, მარიამს, ქეთას, ნანო ჩაკვეტაძეს, სხვებს და სხვებს მიუბრუნდები. აი ეს ჩვენი კოლეგები, ეს ჩემი კოლეგები ამხელენ სწორედ ამ კუთხით ამ არაპატივცემულ პირებს. ისინი პირდაპირ თუ ირიბად შეახსენებენ, რომ კომელაური და ბანდა, კომელაური რომელიც ხოთაშორის ვიცე-პრემიერად დააწინაურა ბანდიტმა ირაკლი კობახიძემ, კინონიშებთ არიან დღეს რუსეთის სამსახურში და ხსენებული ჩვენი კოლეგები, წყინვალე მოქალაქეები, პირველ ყოვლისა წყინვალე მოქალაქეები და შესანიშნავი ჟურნალისტები. აი ამ ჟურნალისტების რევოლუციას ან ჟურნალისტები რომ არიან პროცესის ეპიცენტრში, იმ პროცესში, იმ ამბავში, ამ ხსენებულ პირებს, აი ამ სიმართლეს მიახლიან ხოლმე, გაგიჟებული ვარ გულახდილად გეტყვით, თითოეული მათგანზე ინდივიდუალურად და ეს რომ არ ვთქვა შეიძლება. მაგრამ პირველი ორი თემა არის მეორე და მესამე ხარისხოვანი თემები იმასთან შედარებით, რასაც ახლა ვიტყვი და მე უნდა დავასახელო ერთი რუსი ბანდიტი. რუსი არსობრივად და ბანდიტი კონცეპტუალურად ირაკლი ზარქუა, შემოსილი რამდენადაც მითხრეს განსაკუთრებულად ზვირად ღირებული სამოსით ახლა სახელი არ მახსოვს, ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე. მოკლედ არა იმგვარი სამოსით, როგორითაც ვიმოსებით ჩვენ ლილოს ბაზრობაზე ან მაქსიმუმ იაპ დასასვრის იაპ მაღაზიებში მოსიარულე პირები თბილისში ვიდეოლობთ სამოს ამგვარი სამოსით არა ამგვარი სამოსით შემოსილი არამედ მეტისმეტად ძვირი სამოსით შემოსილი აქ ძვირ სამოსი არ არის ლაპარაკი აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ვინმე ირაკლი ზარქუა აძლევს საკუთარ თავს უფლებას რომ ესოდენ დიდი თანხები გადაიხადოს საკუთარ შემოსვაში ბრენდებში. მოკლედ ეს ქართველი რუსი ირაკლი ზარქუა გუშინ თუ გუშინ წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს შემდეგ სიტყვას ამბობს ძალიან მძიმე სიტყვას იმას რას პრინციპში ჩვენ ისედაც ვიცოდით. ეს სიტყვა არის შემდეგი. ზარქუა ბრძანებს რომ დადგებაო დრო, როდესაც უკრაინელი ხალხი გაასამართლებს ვოლოდიმერ ზელენსკის. ეს ანტიუკრაინული რეალურად და ანტიზელენსკი განცხადებები არ ახალია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ადრეც არაერთხელ უთქვამთ და ყურადღება გაგვიმახვილებია, ან არ გაგვიმახვილებია და გაგვიტარებია ამგვარი განცხადებები რუსი ზარქუებისა, კონკრეტულად ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ეს გასაგები ამბავი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი აქ არის შემდეგი რამ. ეს კეთდება, ეს განცხადება იმ ფონზე, ან იმის გათვალისწინებით, ან იმ დროს, როდესაც პრეზიდენტად, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მათ დანიშნული ყავთ ყაველაშვილი.
მე ზარქუას არ ვეკითხები, მე ვეკითხები ქართული ოცნების მომხრეებს. წარმოიდგინეთ, ამით რას ამბობს ზარქუა, რომ იმ შემთხვევაში თუ ირიბად სწორედ ეს არის ნათქვამი FSB-ს და FSB-ს აგენტი ზარქუას მიერ. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შემოიყვანს ჯარს ჩვენს წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებული მთავარსარდალი, ისეთივე მთავარსარდალი, როგორც იყო და არის ზელენსკი, ეგრეთ წოდებული მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი სულაც არ გაუწევს წინააღმდეგობას რუსის ჯარს და პრაქტიკულად უბრძოლველად წინააღმდეგობის გარეშე თავადაც ჩაბარდება და ჯარსაც, ან საზოგადოებასაც, ან სახელმწიფოსაც მოსთხოვს ჩაბარებას, უბრძანებს ჩაბარებას. ზელენსკი რატომ არის გასასამართლებელი ზარქუასეული გაგებით და წარმოდგენით და ანუ ქართული ოცნების, ქართული რუსული ოცნების წარმოდგენა გაგებით, იმიტომ რომ ზელენსკიმ 2022 წლის 24 თებერვლიდან წინააღმდეგობა გაუწია ბუჩაში, პრაქტიკულად კიევში შემოსულ რუსის ჯარს, ანუ რუს ოკუპანტებს. ზარქუამ არ იცის, ანუ პროცესად იცის და თვალს ხუჭავს, რომ ბუჩაში და არა მხოლოდ ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ხერსონში, სხვაგან და სხვაგან რუსეთმა კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. აი ამას კი რასაკვირველია ზარქუა ამაზე კი არ ამახვილებს ყურადღებას, არამედ რუსეთისათვის წინააღმდეგობის გამწევ ზელენსკის გასამართლებას ითხოვს პრაქტიკულად უკრაინელი ხალხის მიერ იმ მხრიდან, იმიტომ რომ ზელენსკიმ 22 წლის თებერვალში რუსეთს უთხრა, აქ თქვენ ვერ დაგვიდრდებით. აქ უკრაინულ მიწაზე რუსული ჩექმა ვერ ჩააბოთებს. ანტიზელენსკი ყაველაშვილი ხავს შერჩეული ზარქუას, ანუ პირი, რომელიც ამ თავითვე არის მზად კაპიტულაციისთვის. ეხლა ვინმე იტყვის ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ ჩვენ ისეთ პოლიტიკას ვაწარმოებთ, რომლის შედეგადაც რუსეთი არასდიდებით და არავითარ შემთხვევაში არ შემოვა საქართველოში. მე გეტყვით, რომ ეს არის ტყუილი, ამგვარი პოლიტიკის წარმოება ვერ მოახერხა ქართულ ოცნებაზე ბევრად დიდმა დიპლომატმა, კოლექტიურ ქართულ ოცნებაზე ბევრმა დიპლომატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საბჭოთა კავშირის პირმა, რომელიც მოსკოვსაც შესანიშნავად იცნობდა, ვაშინგტონსაც კარგად და ბრიუსელსაც არანაკლებ, ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ვერ აღკვეთა რუსეთის ინტერვენცია 92 წლის აგვისტოში და მეცაც გეტყვით, ვერ აღკვეთა რუსეთის ინტერვენცია საქართველოში მაშინაც კი, როდესაც საქართველო შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად, ანუ მოსკოვმა, კონკრეტულად ელცინმა მოსთხოვა შევარდნაძეს დსთ-ში, ანუ SNG-ში შესვლა და შევარდნაძემ SNG-ში შეატრია საქართველო იმ პირობის სანაცვლოდ, რომ რუსეთი ინტერვენციას შეწყვეტდა, მაგრამ ინტერვენცია არ შეწყვეტილა და შევარდნაძესაც კი წაართვეს აფხაზეთი. სხვადასხვა მე გაგახსენებთ, რომ მოსკოვში, დაგომისში და აქა-იქ კიდევ შევარდნაძემ გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულებები ელცინის რუსეთთან, არძინბაც კი მონაწილეობდა რამდენიმე ამგვარ შეხვედრაზე. რუსეთი დახპირდა საქართველოს იმჟამინდელ, ანუ შევარდნაძის ხელისუფლებას, რომ საქართველოს ოკუპაციას აღარ გააგრძელებდა და გააჩერებდა სეპარატისტებს. რუსეთმა მოათხოვა საქართველოს და ჯარი გაგაყვანინა სოხუმიდან და 27 სექტემბერს 13 წლისა ჩვენ დაგვატოვებინა, რასაკვირველია დროებით სოხუმი ჩვენ დაგავკარგინა აფხაზეთი. ხო და აი შევარდნაძეც კი იყო რუსეთისათვის ხელუყუღმა ამრთმელი კაცი, ისეთი, ან ერთგვარად ისეთი, როგორიც არის ზელენსკი. რასაკვირველია, ზელენსკიზე ნაკლები მასშტაბისა მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს ძალიან სერიოზული გამოცდილება ჰქონდა, დღევანდელ ზელენსკიზე ნაკლები მასშტაბისა რუსეთთან წინააღმდეგობის ამბავში სულ მინიმუმ. ზარქუა, როდესაც ამბობს, რომ
ზელენსკი უნდა გასამართლდესო, ამით ირიბად ამბობს იმას, რომ უკლებლი მღველა შევარდნაძე გამსახურდია უპირველეს ყოვლისა, სააკაშვილი, მარგველაშვილი შეიძლება მივათვალოთ მათ სიას და სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც დასაკვირველია რუსეთისათვის წინააღმდეგობას აპირებს, წინააღმდეგობის გაწევას აპირებს, როგორც მთავარსარდალი რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, ესენი სულველანი გასასამართლებლები არიან. დიახ, ზარქუასთვის სწორედ კოლაბორანტი, ჩამბარებელი, რუსეთს ვინც გაუწვება, ვინც მაიკო ორბელიანივით ჩაუწვება რუსეთს ლოგინში, ჩაუწვენენ. Bodish, Maiko Archazolia, Maiko Chautswines, Rusets. Iseti liderebi არის აუცილებელი და ისეთი აუცილებელი ისეთი ლიდერები მოსწონს მას. ოღონდ ეს ზარქუა მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი აზრების გამხნიანებელი არ არის. და ახლა ბარემ რაღა იყაველაშვილი კოლაბორანტი ვახსენე, ბოლო აბსაცები თუ ბოლო წინააღმდეგები. სამთავრობო პროპაგანდისტურ მანქანას ატეხილი აქ ერთი ამბავი არაჩვეულებრივ, აი მართლა მოქალაქეებზე შოთი აჩი და რეზერვაციებზე შოთი თუ არ ვწდებიან აჩი შეიძლება მეშლება ან შოთი მანაჩი მოკლედ რამდენიმე დღის წინ როდესაც აქციაზე იმყოფებოდა იქ საუბრა დიალოგის აუცილებლობაზე საკუთარი ემოციები გადმოგვცა და ასე შემდეგ და ხისვე ახლა ეს იდიოტი როდის ვიხდი სვარდა შეულაწყო ხოლმე ხოლმე ზოგადად ეს რუსი, ქართველი, ირაკლი კობახიძე მეორე მესამე დღეს რომ აი ჩვენ შოთა არველაძეს ვიწევთ დიალოგზე. შოთა არველაძის მოსვევა დიალოგზე არ შეიძლება, იმიტომ რომ შოთა არველაძე არ არის იდენტობით პოლიტიკოსი. მან აქციაზე მყოფმა პატრიოტმა ქართველმა ძმებივით აკეთა განცხადება როგორც მოქალაქემ და საკუთარი ემოცია გაგვიზიარა. თუ ვინმესთან დიალოგი აუცილებელი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა, თუმცა ამასაც ვიტყვით ჩემს კრიტიკულ მოსაზრებებს გაგიზიარებთ, თუ ვინმესთან დიალოგია აუცილებელი, უბრალოდ იყო აუცილებელი, არა შოთი არველაძესთან, თუ აჩი არველაძესთან, თუ რეზი არველაძესთან, რომლებიც პოლიტიკოსები არ არიან, არამედ პოლიტიკოსებთან, ანუ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ქართულ ოცნებას არ მოსწონს, მაგრამ მათი ვიზავები არიან. მაგალითად ხაზარაძესთან, პოკუჩავასთან, ვაშაძესთან, არ ვიცი, ჯაფარიძესთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს დიალოგიც კი უკვე დაგვიანებულია, რატომ ცდილობს შოთი არველაძის როგორც ავტორიტეტის შემოთრევას დიალოგში კობახიძე რუსი. იმიტომ რომ აჩვენოს, რომ საფეხბურთო ამქარი, საფეხბურთო გილდია ერთიანია კი განსხვავებული პოზიციები აქვთ მათ მიერ შერჩეულ ხაველაშვილს, კალაძეს და არველაძეებს მეორე მხრივ, მაგრამ საბოლოო ჯამში გასაყოფი არც არაფერი აქვთ. და აჩვენებს, რომ აი ესეთ სერიოზულ ავტორიტეტს ესაუბრება, აი სხვებს კი არ ესაუბრება. პოლიტიკურ დიალოგში შოთი არველაძე არც უნდა მონაწილეობდეს და მე მას ასე ისევე როგორც რეზის და აჩის სხადია უხდი მადლობას, რომ ამ პროვოკაციას არ დახვდნენ და ასევე. დღეს უკვე დიალოგიო რომ გაუდით ამ ოცნების, ქართული რუსული ოცნების წარმომადგენლებს დიალოგი, სალომე ზურაბიშვილს მიუბაძე ახლა მის 14-15 წლის წინადელ ამგვარად წარმოთქმულ სიტყვას, ამგვარად წარმოთქმული სიტყვა გავიმეორე. მოკლედ დიალოგზე რო ამახვილებენ ყურადღებას, დღეს დიალოგი ქართულ რუსულ ოცნებასთან უკვე წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ქართულმა რუსულმა ოცნებამ დაღვარა სისხლი. ლეტალურად რო არ დასრულდა რომელიმე ჩემი კოლეგის გურამ დროგავას, მარიამ გაფრინდაშვილის, აკაჩიხლაძის ამბავი არის ხვათა ამბავი ვის ცემეს დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, ხო? ეს ვიცი, მართლა რაღაც სასწაული ამბავია. თავისუფლად შეიძლებოდა დასრულებულიყო ლეტალურად. ლეტალურად რო არ დასრულდა ეს კარგია, მაგრამ სისხლი კი დაღვრილია სისხლში. ხატომნა ჭირს, მაგრამ აბანავებდნენ მოქალაქეებს, რიგით დემონსტრანტებს, ნაკლებად ცნობილებს ან არაცნობილებს, ვიდრე სალომე ბოკუჩავა თუ მარიამ გაფრინდაშვილია თუ გიორგი კვიშინაძეა თუ ნიკა საჯაია თუ სალომე ლაბაზე თუ ანუ ჩაკვეტაძეა. დიახ, ამ კეთაცის კიშვილი აბანავებდნენ. პრობლემაც ხმაც ყველა ამათგანმა ვერ მიამაცდიდა მედიას და ვერ მოყვა, ვერ გივიამბო საკუთარი ისტორია. ამ რუსულმა ხელისუფლებამ ყველა ზღვარს რიგი გადალახა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა
და მასთან დიალოგი ახლა მას სჭირდება ახალი რეალიების გათვალისწინებით, რომ მე თქვას, რომ იცი, ახლა მე დავსჭი კონკრეტულ ტიტუშკას ან კონკრეტულ პოლიციელს თუ სპეცსაზმელს, იმიტომ რომ მან უფლებამოსილებას გადაამეტა და ასე არ უნდა ექნა. ერთი არაფრის დამსჯელები არ არიან და ამის ნათელი დასტურია, რომ 5,000 ლარად გამოუშვეს ის ორი ტიტუშკა, რომლებსაც დანუკა კაჯაია დაადგა. რუსთაველის გამზირსდნენ, რომლებიც ჯერ მეტროში ძალადობდნენ და მერე უკვე რუსთაველის გამზირსდნენ, რომლებსაც პოლიცია ხელი დააფარა, მერე გაარიდა რა იმ ტერიტორიას და გაიყვანა რა შედარებით უსაფრთხო ადგილას, ეს ერთი, მათთვის უსაფრთხო ადგილას. ერთი და მეორე დიალოგი სჭირდება, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც აჩვენოს, რომ ჩვენ საუბრობთ აგე ვინმესთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიც არის აკაიკისთვის ხოლმე მოწოდებები, რომ მოდი ვისაუბროთ. მოლაპარაკებები და შეთანხმებები შეიძლება შედგეს ერთადერთ საკითხზე, ეს არის ქართული ოცნების exit, ანუ გასვლა პროცესიდან. სხვა არც ერთ თემაზე, მოდი ახლა მე კანონს გავიწვევ უკან. მოდი ახლა მე 28 ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობას დავაბრუნებ. მოდი რაღაცას ვიზამ დავთმობ, მაგალითად გავანთავისუფლებ. აგვარია ეს მილერის კაც ავიხსენოთ მირზას თუ ვიღაცას, ავისი მხარებას მაგალითად ამაზე მოლაპარაკებები შეუძლებელია, შედგეს მცირეოდენი დათმობა, არ შეიძლება ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, არ შეიძლება ჩაითვალოს კონცეპტუალურ დათმობად, ესეც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი, ამაზეც მექნება ვიდეო ბლოგი რამდენიმე ხანში, ხვალზე გალბათ, მაქსიმუმი, რომ მაქსიმუმი ვიღოთ და მაქსიმუმი კი არის, ანუ მაქსიმუმი კი არის, სწორედაც რომ მაქსიმუმი არის ხელახალი, არ არის გარეშე, არამედ ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ვახტანგ გომელაური დასანქცირდა, შოთა არველაძეს რო ეპატიჟება ირაკლი კობახიძე დიალოგზე და ეს სამთავრობო პროპაგანდისტური არხები სისულელებს რომ ბჟოტიალობენ, რომ აი შოთა არველაძე არ გამოცხადდა მეოთხე თუ მეხუთე დღეა ამ დიალოგზე, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ის დაპატიჟა, პრემიერად წოდებულმა ის დაპატიჟა, ხო, ეს არის სისულელე, შოთა არველაძე არ არის დიალოგის მეორე მხარე არის ქართველი ხალხი და არა შოთი გვარველაძე, რომელსაც პატივცემი ავცემ და ქართველი ხალხის წარმომადგენლები ჯერჯერობით ეგეთი არ გამოკვეთილან და მეორე ქართულ ხალხს არ აქვს ლაპარაკო ერთი რა წაეთრიეთ ხელისუფლებიდან. ეს არის მთავარი მესიჯი და შოთა არველაძე ამას ბუნებრივია და ვერც ვერავინ, შოთიკოსკი არ ვაკლიდებ ახლა, ვერავინ ვერ ეთქვის, ხალხის ხმა უნდა გაიგონოთ და ხალხის ხმა რუსთაველიდან არა, მხოლოდ რუსთაველიდან ისმის ამგვარი. მილერი კი არა რაგვარია ეს მირზა რო დაასანქცირდა ამაზე ვისაუბრეთ, პოლიტიკოსები და ნებისმიერი პროფესიის ადამიანები დღეს და ახლა ჩორკრიან საკუთარ აწმყოს. წარსულში რომ ყოფილიყავი ერაკლე ან წარსულში ყოფილიყავი აპოლონი, დღეს თუ ხარ ჩაჩუტული ტიპი, შენ წარსული არც არავის ემახსოვრება. და აწყობდა პირიქითაც შეიძლება ითქვას, თუ წარსულში არ ჩაჩუტული ტიპი იყავი და დღეს აპოლონი ხარ და ტანკს უწვევი, ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი, რომ ქონდა შანსი, რომ შეუწვეს რუსულ ტანკს, ბიძინა ივანიშვილის სიავეები არც არავის არ გაახსენდება, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის კოჭებში ეთქობა, რომ ის არავითარ ტანკს არ შეუწვება, ის უმალ საკუთარ ბაობაბებს ჩახვება საფლავში. პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ ამას, ტანკს არ შეუძლება და იქ კი დაწვება ბაობებთან უმალ. სახელმწიფო დეპარტამენტზე ვისაუბრეთ, სალომე ბოგუჩავაზე, სალომე ლაბაზაძე, ხატიაზე, დანუკაზე, ემაკაზე და მარიამზე და ცხვერზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ანტიზელენსკი ხელისუფლება ყავს საქართველოს, რომელიც ზელენსკის გასამართლებას ითხოვს და სურვილს გამოთქვამს ზელენსკის გასამართლებისა, მაგრამ ეს არის ირიბი მესიჯი, როდესაც არ იმ შემთხვევაში, მოდი ესე ვიყვი, რუსები აქ შემოვლენ, ყაველაშვილი როგორც უმაღლესი მთავარსარდლად წოდებული, წინააღმდეგობას არ გაუწევს რუსებს და საქართველოს ჩააბარებს. ეს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას აქამდეც უთქვამს, ახლა უბრალოდ ზარქუამ რაღაცა გაიმეორა, ამიტომ ვიმეორებ მეც. საქართველოს არ ჩაბარდება რუსეთს, ეს ზარქუა მოღალატე, კარგად უნდა გაიგოს. 30 წუთი ამოიწურა, საქართველოს გაიმარჯვებს.